და ერთი კითხვა კიდე არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ ცხონებული სოსო ჟღენტი. რა მოხდა თქვენ შორის ბატონო ვახტანგ და არის ასეთი ვერსია თითქოს თქვენ რაღაცა ბრალს უყენებთ სოსო ჟღენტს. რა მოხდა? რა მოხდა აი თქვენ შორის და დიახ. სოსო პოლკოვნიკი სოსო ჟღენტი მე ჩამოვაყალიბე იმერეთურის ოლკი დიახ დავსვი მაგის მეთაურად პირველი როცა მე გამიჭირდა როგორ გამიჭირდა მაშინ როდესაც რუსების იმასთან დაგვიწყოს ერთად გაიგიავება ინსტრუქტორებთან ხო და მე დავიბარე სოსო გამოვიძახე ჩემთან მაშინ სხვათა შორის ჟიუი შარტავაგი მოვიდა ჩემთან და მითხრა დაუძახე შენს ბიჭებს გვარდიას დაუძახე გამოიძახე თორე ზრდის ანადგურებენ და ის მიხვდა რაშიც იყო საქმე და ეს გამოვიძახეთ ეს ივერეთის ხალხი გამოვიძახეთ და შევკარით წრე შევკარით და არ მივეცით ხალხს საშუალება რომ აი მაშინ ძალიან სული იყო აი ხედავთ სამეგრელო გვერდზია სამეგრელოს გვერდზია და სამეგრელოს ამდენ წამოვიდა ის რომ აი სამეგრელო უნდა გამოიყო სამეგრელოს ხო და ამის წავიდა ამით მანიპულირება მაშინ იყო სოსო გამოვიძახე და სოსო დამიდგა გვერდით ხო და ეს ითომ ჩვენ რო ვიყავით მეგრელები სადგე და ისა არ გაუმართლა შავარდოზე ხო და ერთად რო დავდექით მაშინ უკვე ჩაიგვინდეს ხმა თორე ამის საფრთხე იდგა მაშინ ძალიან წავედად განისაფი საკითხი ამაში მართლა დავიხმარა სოსო ანუ ის რომ თქვენ სოსო ჟღენტმა რაღაცა მოღალატებრივი რაღაც ჩაიდინა ეს არა არაფერი ღალატი არ იყო იქ უბრალოდ ესეც გურამ ასაზის ხუშტუროგი იყო და არ მოეწონა რაღაც სოსო ჟღენტი და მე სოსოს მფარველობდი მართალია იმიტომ ჩემი შექმნილი იყო და ჩემი გამოძახებული იყო და ყველანაირად ვიწყობდა ხელს და სოს გურამახანზე იმას შეუშხიკიდა რაღაცა და ზიად გამსახურდიას უთხრა რომ უნდა მომეხსნა ისმე და მომახსოვინა ხო და დავნიშნეთ ირემაზე ირემაზე დავნიშნეთ მაგრამ ეს არაფერში არ იყო ეს ბიჭები ეს სუთა ბიჭები იყო მეომარი ბიჭები